რა მოხდა სინამდვილეში, რატომ დაიძაბა ახლა ამ დღეებში ეს ვითარება. იმიტომ დაიძაბა, რომ თუ არ ვთქვი 25 აპრილს ინდოეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი რეგიონ ქაშმირში, სადაც ისედაც დაძაბული იყო ყოველთვის. ქაშმირი არის ორად გაყოფილი ნაწილს, ქაშმირის პროვინციის ნაწილს აკონტროლებს ინდოეთის მხარე, მეორე პაკისტანის მხარე და ინდოეთის მიერ კონტროლირებად მხარეს მოხდა ტერაქტი. ტერაქტი მოხდა, ანუ პაკისტანიდან გადმოვიდნენ ჯგუფები, რომლებმაც ეს ტერორისტული აქტი განახორციელეს და მათ შორის მსხვერპლის დიდი იყო. ინდოეთმა დასდო ბრალი პაკისტანის მთავრობას, პაკისტანის მთავრობა მოარყო ტრადიციულად, თუმცა პაკისტანიდან არაერთხელ ყოფილა ეგეთი შემთხვევები, როდესაც ტერორისტული ჯგუფები პაკისტანის მთავრობის მიერ დაფინანსებული, შეიარაღებული, მხარდაჭერილი ძალები გადასულან და ტერორისტული აქტები მოუწყვიათ და ინდოეთმა გუშინ განახორციელა საპასუხო დარტყმა. მათ შორის ოფიციალურ განცხადებაში იყო ნახსენები, რომ რა ობიექტიც იბომბება, ეს არ არის პაკისტანის სამხედრო რაღაცა ნაწილი, არამედ ეს არის რაღაცა ტერორისტული დაჯგუფების ადგილსამყოფელი ბანაკი. აი ეგრე იყო ოფიციალურად დასახელებული. ცოტა როგორ თემა იცი, ეხლა არა, რა თქმა უნდა, განცხადება ეგეთი იყო, განცხადებას აქვს ნიშნულობა. ძალიან არ გაიგო, ეხლა სად თავდება ჯარი და სად იწყება პროქსი. რაღაც იმას მოხდა, ხო? არ ვიცი, სპილოების ადგილსამყოფელს შეიძლება მართლა ტერორისტული დაჯგუფების რაღაც საწვრთნელ ბანაკს მოხდა. პატარა ისტორიული ექსკურსი ჩავატაროთ, რას უკავშირდება ეს ინდოეთ-პაკისტანის ასეთი სამკვდრო საერთო დაპირისპირება. გასაყოფი რა, თქო მიუხედავთ იმისა, რომ წარმოშობით ერთი ხალხია, ძალიან ბევრმა არის. ხო, ბევრმა არის ის, რომ ინდოელები და პაკისტანელები თითქმის ერთი ხალხია, მათი ენებიც ძალიან გავს ერთმანეთს. ერთადერთი რაც მაგ ადამიანებს ყოფს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ყოფს სინამდვილეში, ეს არის რელიგია. ჩვენ ვიცით, რომ მე-18 საუკუნიდან ამ ტერიტორიის კოლონიზაციას ახდენდა დიდი ბრიტანეთი და დაახლოებით 2 საუკუნე მაგ მიდამოების პატრონი იყო ბრიტანეთი. რატომაც გამდიდრდა პრინციპში ბრიტანეთი გასაგებია, ხო, ეხლა ამ ხელა ტერიტორიას რო აკონტროლებდე, იქიდან რესურსები რომ იგაქვს, კი გამდიდრდები რა. ხო და 1947 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც კოლონიალიზმს როგორც მოვლენას ბოლო მოეღო და თვითონ შიგნით იყო უკვე დასავლეთში ამის გამოძახილი, ბრიტანეთი ვერ აკონტროლებდა უკვე, ანუ ვერ ინარჩუნებდა ამ კოლონიებს და დაიწყო ბრიტანეთმა ნელ-ნელა საკუთარი კოლონიების აღიარება, ანუ დამოუკიდებლობის გაცემა. და მათ შორის ბრიტანული ინდოეთიც არ იყო გამონაკლისი კი არა, პირველ რიგში ეგ იყო, იმიტომ ყველაზე დიდი კოლონია იყო ბრიტანეთის ერთ-ერთი და როდესაც დამოუკიდებლობას აძლევდნენ, ბრიტანული ინდოეთი ძირითადად იყო დასახლებული ორი ხალხით. მუსლიმებით და ინდუისტები. ძირითადად ერთი მოდგმის ხალხები, ინდური მოდგმის ხალხები იყო. ბრიტანული ინდოეთი ერქვა, პაკისტანი არის. ერთი კოლონია. ანუ კიდევ უფრო გავამარტივოთ, იყო ინდოეთი, სადაც ცხოვრობდნენ მუსლიმი ინდოელები და ინდუიზმის მიმდევარი ინდოელები. ზუსტად. ზუსტად ის არის შეფასება. ამ ხალხებს არ უნდათ ერთ სახელმწიფოში, ერთ სივრცეში ცხოვრება. ანუ მუსლიმებს უნდათ თავისი სახელმწიფო, ინდუისტებს უნდათ თავისი სახელმწიფო. ბრიტანეთმა როგორ გაავლო ეხა საზღვარი, სადაც დიდწილად ცხოვრობდნენ, ანუ უმრავლესობა სადაც ცხოვრობდა კომპაქტურად მუსლიმი, იმას პაკისტანი დაარქვეს იმ რეგიონებს. სადაც ცხოვრობდნენ ინდუსები, ინდუისტები, იმას ინდოეთი დაარქვეს. სხვათა შორის საინტერესო მომენტია ბანგლადეში, დღევანდელი ბანგლადეშიც იყო მაშინ შექმნილი პაკისტანის ნაწილი. კი, ერთი აღმოსავლეთ პაკისტანი დაარქვეს და დასავლეთ ერთი სახელმწიფო იყო, რატო რომ რელიგია სამხელოვნო მნიშვნელობა აქვს, რომ ბანგლადეშიც ცხოვრობდნენ
მუსლიმი ბენგალელები. ხო, აი ეგეთი და ეს ერთ სახელმწიფოდ გააერთიანეს პენჯაბელებით დასახლებული პაკისტანი, მუსლიმი პენჯაბელებით და მუსლიმი ბენგალელებით დასახლებული ბანგლადეში, რომელიც საერთოდ შუაში ინდოეთი, აი ახლა შეგიძლიათ რუკაზე ნახოთ, აგერ არის, მაგალითად ხედავთ აგერ რუკა, აი ეს პაკისტანი, ეს ინდოეთი და აი მცირე ტერიტორია როა. აი ეს მონაკვეთი ინდოეთთან შედარებით მცირე, ეს არის ბანგლადეში, რომელიც იყო პაკისტანის ნაწილი. აღმოსავლეთ პაკისტანი იყო და დასავლეთ პაკისტანი. ანუ აღმოსავლეთ პაკისტანს ერქვა ბანგლადეში, დასავლეთ პაკისტანს ერქვა პაკისტანი. უბრალოდ როგორც შენ აღნიშნე, რელიგიური თვალსაზრისით შეუერთეს. ქვია, თორე მაშინ ერქვა აღმოსავლეთ და დასავლეთ. კონფლიქტით საიდან წამოვიდა? აი ჩtildeოეთ ინდოეთში, აი შეგიძლიათ გამოიტანოთ აგერ. აი ეს ტერიტორია, ეს იყო პროვინცია, რომელსაც ერქვა ისტორიულად ქაშმირი, რომელიც იყო უნიკალური რით. სხვათა შორის სანამ აღნიშნავ, ეხლა ეს არის საზღვარი ინდოეთის წარმოდგენით, ანუ ინდოეთის ოფიციალური პოზიცია არის, რომ აი ეს ღია მწვანე ფერით რაც არის მონიშნული, რასაც ის არ აკონტროლებს. ერთ ჩინეთი აკონტროლებს ჩtildeოეთით, სხვათა შორის. მარჯვენა მხარე, აი რუკით. აი ეს ამას ჩინეთი აკონტროლებს და აი მარცხენა ტერიტორიას ამას პაკისტანი აკონტროლებს, მაგრამ მთლიანად ინდოეთის ჩასვლის. ეს იყო ქაშმირის რეგიონი. რომელიც იყო უნიკალური იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იყო მუსლიმი, მაგრამ მმართველები იყვნენ ინდუისტები. ანუ ისტორიულად მაგ პროვინციას მართავდნენ ინდუისტები, უფრო დაზუსტებით სიქხები, ეგ სიქხებიც ცალკე რელიგიური ჯგუფია. აი თავზე რო აქვს რაღაც მასიური მრგვალი რეფორმის რაღაც თავსახურავი, აი ეგენი არიან სიქხები. ხო და აჟოს მეომარი კასტა იყო და მაგიტომაც იყვნენ მმართველები. როდესაც ბრიტანეთი გავიდა, ამ ქაშმირის მმართველებს რთული მომავალი დაუდგათ, იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა მიელტვოდა პაკისტანისკენ, იმიტომ რომ ისლამური ფაქტორი იყო გამსაზღვრელი, ხოლო თვითონ არ უნდათ ეხა პაკისტანში, იმიტომ რომ იქ დაკარგავდნენ მათი სტატუსი დაიკარგებოდა. და ცხადია ბუნებრივად ინდოეთისკენ იყურებოდნენ. მაგრამ ვინაიდან ორივე მხარეს ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, ინდოეთის მთავრობამ შესთავაზა ქაშმირის მმართველებს, რომ ჯერ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, რომ არ ყოფილიყო რომ რაღაც ინდოეთმა რაღაც მისთვის ან ოკუპაცია მოახდინა და შემდეგ ამ დამოუკიდებლობის აქტიდან გამოცხადებიდან, ინდოეთს გარკვეული შეღავათები გაუჩნდებოდა. როგორც კი ქაშმირმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ეგრევე სამხედრო მოქმედებები განაახლა პაკისტანმა შეუტია. ცხადია ქაშმირი თვითონ საკუთარი ძალებით ვერ შეაჩერებდა პაკისტანს და დახმარებას თხოვეს ინდოეთის მთავრობას. ინდოეთის მთავრობამ საპასუხოდ მოთხოვა, რომ შემადგენლობაში შემოსულიყო ქაშმირი ინდოეთის შემადგენლობაში და ამის საფუძველზე ინდოეთი დაიცავდა ქაშმირს. ეგრეც მოხდა, უბრალოდ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაახლოებით 1/3 დაიკავა პაკისტანმა, რაც ვაჩვენეთ ახლა რუკაზე, ხოლო დაახლოებით 2/3, 60% დღემდე აკონტროლებს ინდოეთი. და ნაწილში კიდე ჩინელები შევარდა. ჩინელები იქ თავისთავად თავისი ისიც ნახეს იქ ინტერესები. ხო და ახლა მნიშვნელოვანი რატო არის? გარდა მაგ ტერიტორიების, აი დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე პაკისტანელებსა და ინდოელებს შორის თვითონ პაკისტანში და თვითონ ინდოეთში მიმდინარეობდა და სხვათა შორის სხვადასხვა დათვლებით 2 მილიონამდე ადამიანი შეეწირა აი ამ ურთიერთ ეთნიკურ წმენდებს. აი ანუ ინდოეთის ტერიტორიიდან სადღაც 10 მილიონი პაკისტანელი მუსლიმი
გადააბარგდა პაკისტანში, ხოლო პაკისტანიდან ასევე დაახლოებით 10 მილიონი ინდუისტი გადმოსახდა ინდოეთში და ის შიგნით დახოცეს ძალიან სწრაფად და კონვერული, ასე ვთქვათ, მასშტაბებით. ეს კონფლიქტი ამით დამთავრდა 59 წელს. მეორე ესკალაცია იყო 65 წელს, 1965 წელს. იქაც პრინციპში თანაბრად დამთავრდა, ვერც ერთმა მხარემ ვერაფერი ვერ დაიკავა და სადაც დაიწყო კონფლიქტი, იქვე სწრაფად ხოთაშორის თვეების განმავლობაში ჩაცხრა და მესამე კონფლიქტი უკვე იყო ბანგლადეშის ტერიტორიაზე და ეს კონფლიქტი დამთავრდა, უპირობო ინდოეთის გამარჯვებით და ბანგლადეშის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაჩენით დედამიწის რუკაზე. ოღონდ ეს ბუნებრივი საზღვარია 70-იან წლებში, 71-12 წელს მოხდა. ხო და მანდაც საინტერესოა რანაირად მოხდა, ხო ერთი სახელმწიფო იყო ბანგლადეში და პაკისტანი, უბრალოდ მაშინ ერქვა დასავლეთ პაკისტანი და აღმოსავლეთ პაკისტანი. მაგრამ სინამდვილეში მათი ენა ცოტა განსხვავებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში მონათესავე ხალხებია, მაინც ეს ინდოევროპული ხალხებია, თვითონ ინდუსები, პაკისტანელები და ბანგლადეშელები, მაგრამ გარკვეული სხვაობები იყო, ხა ჩვენ ქართველურ ხალხებშია, კაცო, ენობრივი სხვაობა და ხა ამ ხელა ტერიტორიაზე რა გასაკვირია, ხო? მით უმეტეს ამ მანძილზე. თუმცა იქ ენობრივი სხვაობა უფრო მცირეა ვიდრე ჩვენთან, ეგეც საინტერესოა. აი მაგალითად პაკისტანელები, ძირითადად პაკისტანელები საუბრობენ მაგათ ენას ქვია ურდუ. ძალიან ბევრი ინდუსიც მაგ ენაზე საუბრობს და ბანგლადეშელები საუბრობენ ბენგალურ ენაზე, რომელიც გავს სინამდვილეში მონათესავე, მაგრამ ცოტა სხვაა. და ამ ნიადაგზე, აი ამ ძირითადად ამ ენობრივ ნიადაგზე და მათ შორის ბანგლადეშელებს არ მოსწონდათ, რომ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მართლ რგოლში პაკისტანელები იყვნენ და არა თვითონ ბანგლადეშელები, ამის ნიადაგზე მოხდა იქ რევოლუცია, ამ რევოლუციის ჩახშობა მოინდომეს პაკისტანელებმა, ცხადია ინდოეთმა ხელიდან არ გაუშვა ეს შანსები და ვინაიდან შორს იყო ბანგლადეში პაკისტანიდან, ლოჯისტიკა შეუძლებელი იყო, მარტივად დაამარცხეს. აი აქედან მოდის მოკლედ ხალხო ეს კონფლიქტი. საქართველოში გაბატონებული ხედვით სოფლიო იყოფა პროგრესულ ცივილიზებულ ნაწილად და ბნელ ჩამორჩენილ დიქტატურებად და კეთილები ბოროტების წინააღმდეგ იბრძვიან. აი მაგ ხალხს აქვს ეგეთი ხედვა და ძალიან კარგი მაგალითია ახლა ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი, რომ აუხსნათ რეალურად სამყარო როგორ მუშაობს. ვინ ვის გულშემატკივრობს ამ ომში, აი თუ გაინტერესებთ. მაგალითად ინდოეთს დიდწილად რუსები აწვდიან იარაღს. აი საჰაერო მაგალითად პარკი და სატანკო მაგათი შემადგენლობა რუსებისგან არის. ოღონდ ევროპელებიც აწვდიან საჰაერო, ასე ვთქვათ, თვითმფრინავებს. ევროპელებთანაც კარგად არის. და აი ახლა კონფლიქტი რო დაიწყო, რუსები გულშემატკივრობენ დიდწილად ინდოეთს და კიდე იცი ვინ გულშემატკივრობს ინდოეთს? ისრაელი. ისრაელმა პირდაპირ დაწერა, რომ ინდოეთთან დგას. რატო? იმიტომ რომ მუსლიმებს ეომებიან, მუსლიმები ისრაელის მტრები არიან და აქედან გამომდინარე, ვინც უძაბავს მუსულმანურ მსხვილ სახელმწიფოებს, იმას ისრაელი მხარს უჭერს. და პაკისტანზეც გეტყვი, პაკისტანს ერთდროულად მხარს უჭერს ბრიტანული გავლენები ძალიან ძლიერია მანდ და პარალელურად ჩინური იარაღით ომობენ. ჩინეთი უჭერს ხარს პაკისტანს. ოღონდ ბრიტანეთს უჭერს. ოღონდ რატო უჭერს ჩინეთი პაკისტანს? იმიტომ რომ ინდოეთის საპირწონეა. მისი პრინციპში პაკისტანელების გულზე არის ხატება. ჩინელებისთვის ეხა ორივე ინდუსები არიან, უბრალოდ ერთმანეთს რო ხოცავენ ეხა. არის აი პანდა ზის ეხა იმას ბამბუკ ჭამს და უყურებს. აბა ეს სპილოები როგორ ბრიდავენ ერთმანეთს, ხო? ხოცავენ ერთმანეთს და რეალობა არის ეგეთი. ინტერესები განსაზღვრავს და არა კეთილები ბოროტების წინა. ანუ სხვათა შორის ამ კონფიგურაციაში, რომ ყველა რაღაცა ნიშნით ვიღაცას გულშემატკივრობს.
და თან ძალიან კაფეო გეოპოლიტიკური თუ რელიგიური ნიშნით. ერთი საქართველოს ვერ ისწავლა თავისიანების და მტრების გარჩევა. ნუ ეგეთი ცინიკური პრაგმატული მიდგომით რომ მიუდგეთ, ჩვენთვისაც ახლა ისლამური სამყაროს დასუსტება უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რაღაცა ინდოეთის პირდაპირი რაღაცა სამხედრო და ფინანსური ექსპანსიის საფრთხე აქ უფრო დაბალია ვიდრე ისლამური სამყაროსი. ამიტომ ეგრე ჩვენც რო ისრაელივით უდგებოდეთ საგარეო პოლიტიკას და ცოტა ჯანზე რო ვიყოთ როგორც ქვეყანა, გასაგებია ვის მხარეს ვიქნებოდით. სხვანაირად გავაკეთებდი, მანო მაგის ფორმულირებას, თლად ისრაელივით არ გვინდა, იმიტომ რომ ეგ საშიშია მაგ სტატუსში ყოფნა. მე ვიტყოდი ასე, უფრო კონკრეტულად. ამ ხალხთან, ამ ქვეყნებთან ჩვენს ქვეყანას აქვს უკიდურესად ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ შევცვალოთ და სასწრაფოდ გასაკეთებელია, ორივე სახელმწიფოსთან უნდა გავამკაცროთ ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა. აი ეგ არის ეხლავე გასაკეთებელი, არ ვიცი ვინმე თუ გვისმენს ხელისუფლებიდან, აი დაუფიქრებლად ეხლავე ეგ უნდა შემოვიყოთ.